მაესტროს ეთერში შოუ ბიზნესის დრო დადგა და ლუკა გაგაცნობთ ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარ საინტერესო სიახლეებს. კინოსახლში ახალგაზრდა რეჟისორთა ფილმების ჩვენება გაიმართა. თუ როგორ ფიქრობენ და როგორ მუშაობენ დღესდღეობით ჩვენი ახალგაზრდა კინორეჟისორები, ეს მათი ფილმებით ყველაზე კარგად გამოჩნდება. ამჯერად კინოსახლში თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტ ირაკლი კალატოზიშვილის ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელშიც ასევე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები, ანუ ჯერჯერობით უცნობი მსახიობები მონაწილეობენ. ფილმის სახელწოდების წვეთები კალატოზიშვილის მეორე კინონამუშევარია, რომელიც ახალგაზრდობის პრობლემებს ეხება და რომელზეც იგი 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. სხვათა შორის ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძის სტუდენტია, რაც ცხადია მის შემოქმედებაზე თავისებურ დადებით გავლენას იქონიებს. ირაკლი ფილმი დაახლოებით არის 40 წუთიანი და შეეხება დღევანდელ ახალგაზრდობის პრობლემებს და ასე ვთქვათ, რა ვიცი, რაღაცნაირად შევეცადეთ ჩემს გარშემო არსებული ტკივილი გადმომეცა ეკრანზე. ხლა რამდენად გამომივიდა ეს უკვე მაყურებლის განსაშელია, მაგრამ თავარი რისი თქმაც მინდა, ეს არის მაინც უფრო სწავლის პროცესი და მინდა ვაჩვენო ამით როგორ სწავლობთ ჩვენ ფილმის გადაღებას თეატრალურ უნივერსიტეტში. ცნობილი მსახიობი ჯერჯერობით არავინ არ მონაწილეობს, მაგრამ თეატრალურს ბევრი დამწყები მსახიობი მონაწილეობს და მთავარ როლში ერთ-ერთი ნიჭიერი, ეს შემიძლია თამამად თქვა, ნიჭიერი ახალგაზრდა ზაზა ბეჯაშვილი თამაშობს ამ როლს და მე მგონი ეს როლი არ იქნება იმისთვის პირველი იქნება, მაგრამ ერთადერთი არ იქნება. შვედით ვემუშაობდით ფილმზე და რაც იქნა გამომდინარე, რომ ეხშელება არც წუწუნებთ არგანო იქნა გამომდინარე, რომ ესე იგი უპირობობა, მოკლედ ძალიან ბევრი უდაგროვდა და აქედან გამომდინარე, მაინც თქვენ რო აქ ხართ უკვე დამენი ხალხი მომდა, ესე იგი ფილმი ასე თუ ისე შედგა. მე ვარ მევიოლინე გოგო. ირაკლისთან მუშაობა იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თვითონ პიროვნება არის არაჩვეულებრივი და ვუსურებ ძალიან დიდ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ მალე მოვალთ მის მეორე ფილმის პრემიერაზე. და მუშაობა მასთან რაც შეიძლება მეტად მინდა რომ ვიმუშაო, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია და დიდი პერსპექტივები აქვს, მე ვფიქრობ. ხაჭაპური მოიპარა, მაგრამ დაწინა. ძველ გალერეაში სამმა ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა ვიდეო არტი და ფოტო ინსტალაცია წარმოადგინა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს პროექტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავა. ყველა ადამიანი თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად სქესისზე. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომელიც ქართველი მხატვრების ერთმა ნაწილმა საკუთარი შემოქმედების მთავარ მიზნად გაიხადა და მათ მიერ დანახული ეს პრობლემა თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო საშუალებებით ვიდეო არტითა და ფოტო ინსტალაციით გამოხატა. გამოფენაში მონაწილეობდა 3 მხატვარი, რომლებიც ზუსტად ერთნაირად ფიქრობდნენ, რომ ადამიანებთან ყველაზე მეტად თანამედროვე ხელოვნებით მიიტანდნენ ამ ერთობ სულიერ საკითხს. ეს გამოფენა არის ნაწილი ძალიან დიდი პროექტის, რომელსაც ქვია მხატვრების საზღვრების გარეშე ვიდეოს გავლეთ. და ფაქტიურად აი ამ პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობის ადამიანის უფლებების წარმოჩენა და განხილვა, გააზრება აქტუალური ხელოვნების ჭრილში. ამდენად სწორედ აი ეს გამოფენა ძალიან საინტერესოა და ექსპერიმენტული ხასიათი შესძინა. ნამუშევარი, რომელიც წარმოდგენილი მაქვს გამოფენაზე, არის კოპიო იმ ნამუშევრის, რომელიც მქონდა მოსკოვში 2000 წელს არტ გრუზის ფესტივალი არტ გრუზის ფარგლებში. შემდეგ ამ ტრანსფორმაცია განიცადა და უბრალოდ ამ კონტექსტში ჩაჯდა. სწორედ ეს არის თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელი, რომ შეიძლება ნამუშევარი მოერგოს სხვადასხვა კონცეფციას. ექსპერიმენტის სახით, ერთ-ერთი ექსპერიმენტი, რომ ამით გამოხატო შენი იდეა და ამიტომ ეს ჩემთვის საინტერესო იყო, რომ ამაში მეცადა ჩემი თავი. იმიტომ რომ რაღაც ახალი იყო ჩემთვის და ამიტომ დამაინტერესა.
ძველი ქართული ტრადიცია, თექის ხელოვნება დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ განვითარების გზაზეა. გარდა იმისა, რომ სისტემატურად იმართება გამოფენები და ახალგაზრდა დიზაინერები საკუთარ კოლექციაში ხშირად იყენებენ ამ მასალას, დღეს უკვე ქართულ თექაში თანამედროვე ფერწერის ელემენტებიც ჩნდება. ეს მეთოდი პირველად ბატონმა თენგიზ ჯაფარიძემ გამოიყენა საკუთარ ნამუშევრებში და რეწვისა და სახვითი ხელოვნების სინთეზის გამოფენა ცისფერ გალერეაში წარმოადგინა. გამოფენა ბატონი თენგიზის ვაჟს დავითს მიეძღვნა. წარმოდგენილ ნამუშევრებში როგორც დათოს, ისევე მისი დის ეკა ჯაფარიძის სტილოებიც იყო. ასე რომ ტრადიცია გრძელდება და შესაძლოა სულ მალე სრულიად ახალი ხელოვნების მიმდინარეობად ჩამოყალიბდეს. თვითონ არის ქართული გობელენის სათავეებთან. როცა იწყებოდა ქართული გობელენის კეთება 60-იან წლებში, წინა საუკუნის 60-იან, 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში. გარდა ამისა, თენგიზის ვალად და მის სახელად ისიც არის, რომ მან ფაქტიურად ქართული თექა, ესე იგი შემოქმედება, რაც თექასთან დაკავშირებული არის ქართულ მთაში, განსაკუთრებით ფშავში, ხევსურეთში, ესე იგი აი ამაზე დაყრდნობით, ესე იგი ფაქტიურად თანამედროვე ფერწერა, თანამედროვე ხედვა, ესე იგი თანამედროვე დამოკიდებულება სამყაროსთან შეიტანა ამ ტექნოლოგიაში. ფაქტობრივად მან ზეთის საღებავი, კლასიკური საღებავი ჩაანაცვლა თექის ასევე კლასიკური დეკორატიული მასალის და მიიღო არაჩვეულებრივი შედეგი, იმიტომ რომ ასეთი რთული მოდელირება გააკეთა ფორმის და მოცულობა, ძერწო თექის საშუალებით, ან ორგანული თექის საშუალებით ეს წარმოუდგენელია, მართლაც ეს სიახლე იყო და არ იყიდევას და დარჩება. დიდი შრომის შედეგია, ეს არ იყო რაღაცა თქვა, ძალიან დიდი ხნის და ბევრი წლის განმავლობაში მუშავდებოდა ტექნიკაც და თვითონ იდეაც ამის გაკეთების. მოგეხსენებათ, ეს ხელოვნება თვითონ ხალხურია, შემოქმედება მიძინებული იყო. ეხლა დღესაც თაში წლების განმავლობაში გავდიოდი და მათთან ერთად მუშაობდი. და ამოცანა დავისახე როგორც ფერწერმა, როგორ ვერ უნდა გავაკეთო ფერწერა აქედან, აი ამ მასალიდან.